ხმლით მოფარიკავე ზესტაფონელი თეკლა კაპანაძე თბილისში გამართული კადეტთა ციკლის ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანია. ამბობს, რომ კიდევ ერთი საინტერესო ასპარეზობის შედეგიანი მონაწილე გახდა, თუმცა მეტის მიღწევაც შეეძლო. ტურნირში 7 ქვეყნის 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქალთა გუნდმა კი ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. ტურნირი ხმლით მოფარიკავე კადეტებს შორის ფარიკაობის ფედერაციის დარბაზში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისში ჩატარდა კადეტთა ციკლში ევროპის თასი, სადაც ვიასპარეზე იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, დავამარცხე უზბეკთა და ყაზახთა გუნდის წარმომადგენლები, დავიკავე მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვე ბრინჯაოს მედალი. ჩემი შედეგი თუ არ საკმაოდ კმაყოფილი და ეს იქნება ჩემი мотивация, რომ მომავალში უკეთესი შედეგი დავტოვო. მადლობას ვუხდით ჩემს მწვრთნელს და ამავდროულად საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას და ზესტაფონის მერიას, რომ მომცა შანსი მიასპარეზა ამ შეჯიბრებაზე.